დღეს ჯიფონის საბავშვო კინოფესტივალის მეორე საინტერესო დღე დაიწყო. და ჩვენ მედია სტუდია დროის ჟურნალისტები ადგილზე ვართ. ჩვენ ამით არ უშინდებით და გოგოები, გვინდა რომ დავიწყოთ. წავედით. ჯიფონის საბავშვო ფესტივალის მეორე დღე. აქ ისეთი მხიარულება, ჟიურის ყველა წევრი მოტივირებულია და მზად არიან მასტერკლასებისათვის. პირადად ეს ვორქშოპი ანუ ანიმაციებთან დაკავშირებული ჩემთვის საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ ეს ხატვა რაღაც ანიმირება, ანიმაციების გაკეთება ჩემთვის საინტერესოა. ეხლა რამდენადაც ვიცი, მასტერკლასი გვექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ და შეგვიძლია ჩვენთაც გავაკეთოთ რაღაც მითითებების მიხედვით. ჩვენ ჩავატარეთ ანიმაციის ვორქშოპი. გვყავდნენ 13+ ასაკის ბავშვები, ვატარებთ ასევე 16+ ასაკის ბავშვებთან. ჩავატარეთ გუშინ და დღეს და ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი დასწრება არის, ძალიან კარგი ბავშვები არიან. მედია რომ გაგრძელდება ეს ფესტივალი აუცილებლად მომავალ წელსაც უფრო მეტი საინტერესო პროექტებით. დებატებზე მე ვიტყოდი, რომ ყველამ რატომღაც დაიჭირა ერთი მხარე. ანუ ერთ რაღაცას ამბობდა ყველა, ანუ მეც ნამდვილად ძალიან მომეწონა, მაგრამ ეს სხვა რამეზე გავაკეთე ყურადღება აღნიშნე, მაგრამ ხალხი ზოგი უბრალოდ გებოდა და უბრალოდ ამბობდა, რომ უბრალოდ ძალიან მოეწონა და დიდ მადლობას იხდიდა. ეს უბრალოდ დებატი არა. და ამის გამო და ერთადერთი ჩვენი ჩემს გვაქვს საშუალება შევხვდეთ კინორეჟისორებს და სხვადასხვა მსახიობებს, აგრეთვე ჩაგვეტარონ მასტერკლასები. მე სარსენად ვიყავი ბანდი ჯიფონიზე და წელსაც მოხდი ამ ჟიურის წევრების სიაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ძალიან დიდი გამოცდილებაა. ახალ ბავშვებს ვიცნობ, ძალიან ბევრი მეგობარი შევიწინი და ვუყურე ფილმები, ვნახე ფილმები, რომელსაც ისე ვერ ვნახავ. მე ჩამოვედი პანკისიდან, მე მინდოდა რომ მიმეღო ამ ფესტივალში მონაწილეობა, ძალიან ბევრი ბავშვები ლაპარაკობდნენ ამაზე, არ ვარ მიჩვეული, ხალხი მრავალ ადგილებში სიარულს და ძალიან მინდოდა აქ მოსვლა. ნახეთ საინტერესო ფილმი, თავი იმ გოგოს ადგილას ვიგრძენი, ძალიან სევდიანი იყო და ძალიან მომეწონა. მოლოდი მან ნამდვილად გამართა და ჯიფონის საშედარებით გაცილებით კარგი იყო, ნელ-ნელა უკვე უმჯობესდება და იმედი მაქვს, რომ შემდეგ წლებში კიდევ უფრო კარგი იქნება და მაქსიმალურად მივუახლოვდებით იტალიურ ჯიფონის და უკვე შეცდეთ უფრო უცხოელი სტუმრების ჩამოყვანასაც. სასახლეში აქტიური მუშაობა გრძელდება. მასტერკლასები ტარდება ანიმაციასა და ვიდეო თამაშებში, ასევე არის კადრირებისა და ტელერეპორტიორის ვორქშოპები. გაიმართა ინტელექტუალური თამაში რასადროდის. ჟიურის წევრები შეხვდნენ ოსკარზე ნომინირებულ რეჟისორ ზაზა ურუშაძეს. ჯიფონის ფესტივალი ჩემი ცოლის და ქალების მსახიობების მოსვლა მეტად საინტერესო გახადა.